მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი, ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება ვბრუნდები პირდაპირ ეთერში. მინდა მოგილოცოთ ბარბარობის დღესასწაული, დიდმოწამე ბარბარეს მადლი და ძალა შეეწიოს სრულიად საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს, ჯანმრთელი მომავალი გაიზარდოს ჩვენი თაობა და სიკეთე და ბედნიერება ყოფილიყოს საქართველოში. ხოლო ჩემი დღევანდელი გადაცემის ფრიად საპატივსაცემო სტუმრები არიან თქვენთვის კარგად ცნობილი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, არაერთი გახმაურებული ისტორიული წიგნის ავტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ისტორიკოსი ბატონი ვაჟა შუბითიძე, მოგესალმები ვაჟა. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მინდა კმაყოფილებით აღნიშნო, რომ ვაჟა შუბითიძე ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ეროვნულად მოაზროვნე მამულიშვილი და ძალიან საინტერესო კვლევების და წიგნების ავტორი და ასევე ჩემთან დღეს პირველად სტუმრად არის ბატონი თენგიზ ენდელაძე, ისტორიის დოქტორი, გენერალ-მაიორი, მოგესალმებით ბატონო თენგიზ და როგორც წესი, როდესაც პირველად არის ჩემთან გადაცემაში სტუმარი, მის ბიოგრაფიას ტელემაყურებელს ვაცნობ ხოლმე და ამჟამადაც მინდა წარმოგიდგინოთ, რომ ბატონი თენგიზ ენდელაძე გახლავთ ისტორიის დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის ყოფილი რექტორი, გენერალ-მაიორი, სახელმწიფო და კორპორაციული უშიშროების სპეციალისტი, ანალიტიკოსი, დაზვერვის და კონტრდაზვერვის მიმართულებით 5 მონოგრაფიის, 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის გამეცნიერების, სამეცნიერო დარგებად ჩამოყალიბების პროცესის ერთ-ერთი წამომწყები საქართველოში. აი ასეთი საინტერესო პიროვნება ბატონი თენგიზ ენდელაძე და დღეს სწორედ მის ახალ წიგნზე ვისაუბრებთ, რომლის სახელწოდება საქართველო უცხო სახელმწიფოებისა და მათი დაზვერვების ობიექტი მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში. ვფიქრობ ძალიან საინტერესო ეპოქას მოკიდა ხელი ბატონმა გენერალმა, ბატონმა თენგიზ ენდელაძემ და აი ეს წიგნი შემოგთავაზა. ბუნებრივია, რომ ეს წიგნი არ დარჩება მარტო ხმამღაღადებელისა უდაბნოსა შინა და ყურად იღებენ შესაბამისი სამსახურებიც, როგორც უშიშროების თუ საფრთხეების სამსახურები, ასევე ისტორიკოსები, მეცნიერები და ფართო საზოგადოება. სწორედ აი ამ წიგნის ერთ-ერთი რედაქტორი გახლავთ ბატონი ვაჟა შუბითიძე, ჩვენი ცნობილი ისტორიკოსი და მამულიშვილი, ასევე ამ წიგნის რედაქტორები არიან ოთარ ქოჩორაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და დავით კუხალაშვილი, ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, თადარიგის პოლკოვნიკი, ელგუჯა ქარჩავა, თადარიგის პოლკოვნიკი, ახლო წარსულში საქართველოს უშიშროების სამინისტროს რეგიონალური სამსახურის უფროსი. და ამ წიგნის რეცენზენტია გურამ რეხვიაშვილი, თადარიგის პოლკოვნიკი, ახლო წარსულში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, ისტორიკოსი და ანალიტიკოსი. აი ამ ძვირფასი ადამიანებით არის წარმოდგენილი ეს წიგნი, ძალიან საინტერესო წიგნი, ძალიან საინტერესო ეპოქა და მე ვფიქრობ ძალიან რთული ისტორიული პერიოდისთვის მოუკიდია ხელი ბატონ თენგიზ ენდელაძეს, რამე თუ ამ წიგნის ასე დაბადება ესე მარტივი არ იქნებოდა, რამე თუ ისეთი ეპოქა მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედი, როდესაც ფაქტიურად საქართველო რამდენიმე სახელმწიფოებრივ ფორმაციას იცვლის და უცხო ქვეყანათა და უცხო სახელმწიფოთა დაზვერვის ობიექტია. ისევე როგორც დღეს, რატომღაც აი 1 საუკუნის მერე თითქოს მეორდება ის ალბედითი
მე-20 საუკუნის დასაწყისი და ამიტომ აღნიშნები რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი ქართული საზოგადოებისათვის მადლობა უთხრათ ბატონ თენგიზენდელაძეს სამწუხარო ის არის რომ ასეთ პროფესიონალ კადრებს როგორც წესი ჩვენი ძვირფასი ხელისუფლებები არ იყენებენ და აი მისი მეცნიერული ისტორიული ნამოღვაწარი ყურადსაღებია რამე თუ აი ბატონი ვაჟა იტყვის ეს მაღალ პროფესიონალი მეცნიერი და ისტორიკოსი რომ ის ისტორიული პარალელები ის ისტორიული გამოცდილება რომელიც წინა საუკუნეში წარედ მიიღო საქართველოს საჭიროა დღესაც გავითვალისწინოთ რომ ეს ქვეყანა უბედურებაში არ ჩავარდეს და არ გახდეს გარეშე მტერთა საჯიჯგნი ველი ეხლა მე სიტყვის ალავერts გადავალ ამ წიგნის რედაქტორთან ბატონ ვაჟა შუბითიძესთან რომელიც მოკლედ მოგვიღება თუ რას ეხება ეს წიგნი და მე უკვე ავტორი ბატონი თენგიზ ენდელაძე გაგვაცნობს იმ ნიუანსებს იმ პროფესიონალ ნიუანსებს იმიტომ რომ იშვიათია და ძალიან იშვიათია უშიშროების კუთხით ასეთი წიგნები მე ვიტყოდი რომ სხვა ქვეყნებში ეს იქნება რუსეთი ის იქნება საფრანგეთი თუ სხვა ქვეყნები თუ კიდე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები მრავლად გამოდის და სახელმწიფო ხელშეწყობაც აქვს ამ მიმართულებას ჩვენთან რატომღაც მიყურისძირებულია და შემთხვევითი პიროვნებების ხელშია ეს დიდი სფერო ჩავარდნილი რამე თუ სახელმწიფოს საძირკველი სახელმწიფოს სიმტკიცე სწორედ უშიშროების და სპეცსამსახურების ბალავარზე დგას. დიახ, სიტყვის ალავერts ბატონ ვაჟა შუბითიძესთან. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა მოწვევისთვის. ყოველთვის აქტუალურ თემებს ეხება თქვენი გადაცემის თემატიკა და თქვენი სტუმრები საინტერესო ადამიანები არიან ამჯერადაც ბატონი თენგიზი უშუალოდ ნამდვილად ასეთი პიროვნება ჩვენ ერთად წავედით საქართველოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბატონი თენგიზი სამი კურსის წინ იყო ჩემზე ვართ მეგობრები, კოლეგები, თანამოაზრეები და რაც თავარია ამ ქვეყნის პატრიოტები და შვილები. გაიხარ. და რიგითი ჯარისკაცები, თუმცა ბატონი თენგიზი გენერალია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანას შევია ასეთი რა, მისი ღირსეული შვილების არ გამოგვიყვება დაუფასებლობა პირდაპირ თქვა. ო, მათი ნიჭის უნარების 50 წლის ასაკში რომ ადა გენერალს გაუშვებს პენსიაში და მე იძულებულია თავის არჩენად ბევრ რაღაც ისეთ იმებზე ემუშაოს. ეს ტრაგედია. არა და სახელმწიფო შექმნა ეს დღეო უშიშროების შექმნა. აღმოჩენებენ რომ რეთი დაიწყო ყველა ვიცით არა. პირველი რაც გააკეთა, გააკეთა. არა გაქვს უშიშროება, რაც გინდა გააკეთო, ყველაფერი ოხრად შევა და წყალში გეყრება. ამდენ საქმეს ბევრი გულშემატკივარი ყავს საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფოს წრეებში არ ესმით. ამდენი წელია გასული უშიშროების აკადემიის დახურვა იყო დივერსიული აქტი. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს წინამდე მიმართული ქმედება. უშუალო დივერსია რა, დივერსია მანამდე აფეთქება გონია ხალხს და ეს რა ქვია, ტერორისტული აქტი და დივერსია მეტი კი არაფერია, რომ დღეს საქართველოს მოსამზადებელი კადრები სამთვიანი კურსების გავლის შემდეგ ქუჩიდან მოყვალი ხალხი ინიშნებიან თანამდებობებზე. და ეთყობა სახელმწიფოს ხო ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, რა ქვია, სამწუხაროდ ახლა მე ყველა არა, რა თქმა უნდა, ფედერალობაში არიან ღირსეული ადამიანები, მაგრამ უბრალოდ თაობის ადამიანები, ვისაც თქვა გარკვეული ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება გააჩნია, მაგრამ არც მათი ნიჭის გამოყენება ხდება სწორად და სხვა მიმართულებით ამუშავებენ ძალიან ბევრს და არა და საჭიროა და აუცილებელი. უშიშროების აკადემიის აღდგენა არის პირველი რიგის ამოცანა. ბატონ თენგიზი და მე 15 წელია ვწერეთ. ნაცების დროს აზრი არ ქონდა წერას. კი ვილაპარაკეთ, მაგრამ მე გისმენდა და ვიფიქრეთ რომ ახლა მაინც საშველი დაადგება. და ბატონი მდინარეზე გამოვიდა და კითხვა რაღაც ამდაგვარი, მაგრამ იმედია რომ ეს გადაიზრდება ქმედებაში, თორე ლაპარაკი 12 წელი ვლაპარაკობთ ასე და არაფერი. 13 წელი დაიწყო ლაპარაკში. კი ბატონო. რაც შეეხება ბატონ თენგიზ უშიშროების აკადემიაში მუშაობის დროს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ეს მიმართ უკეთესი შობილესი უპატიოსნოსი ერთ-ერთი პატიოსა რექტორი საქართველოს შეიძლება ითქვას 90-იან წლებში აი ეს კაცი იყო სხვანაირი ვერ წარმომიდგენია უშიშროების აკადემიის ისე ოჯახში ამდელი თან ესე იგი აი მარლა
ხალხს რა გონია ეროვნული უშიშროებას დახმარება ყველა უნდა დავეხმაროთ დღეს ახლა რუსების უშიშროებას არ უნდა დაეხმარო და იტალიის შენ ეროვნულ უშიშროებას უნდა დაეხმარო სამწუხარო ვიცი რა არის ყველა ბატონო და ბატონთენგიზის გამოცდილებას სამწუხარო რა არის ცი დამერწმუნება ალბათ მაღალ პროფესიონალია ბატონი თენგიზი ჩვენი უშიშროება საქართველოს უშიშროებას და უსაფრთხოებას კი არ ემსახურება არამედ უცხო ქვეყნების სამსახურშია ჩამდგარი და ერთი კაცის უშიშროებას ემსახურება და ეთყობა ქვეყანასაც და იმიტომ იქცევა საქართველო. Თორე ის ეროვნული დოქტრინა უშიშროების არ არსებობს ქვეყანაში, როცა დაანგრევ შენ უშიშროების აკადემიას და სამთვეში რაღაცა ის ხო არ არის ვეტექიმის კურსები, კაცო, რომ გაატარო, არა? ეგეც ექვსთვიანია. იმიტომ რომ მე ახლა დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, იურიდიული კომისიიდან სწორედ უშიშროების კუთხით ვკურდებთ და მუშაობდით კანონზე სახელმწიფო უშიშროების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე და ასევე ვიყავი ციკლის რედაქტორი გელა არა მისი რა ქვია სულაძე გელა სულაძის ხო ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურების კელტანიანი ციკლი მაშინ გამომცემლობა ეროვნული მწერლობის დირექტორი ვიყავი ამ ციკლის რედაქტორები და წინასწრების ავტორი მე და გენერალი მაისურაძე ვარ სხვათა შორის მაისურაძე თუ არ ვცდები მაისურაძე ყოფილი უფროსი ხომ არა ზიადის დროს ხომ იყო მაისურაძე მე მგონი შეიძლება და ასევე მნიშვნელოვანი წიგნი რომელიც ხელს ჩამივარდა ამ კუთხით ეს იყო ჰენრი კუპრაშვილის ასევე კელტანიანი წიგნი მთელი შრომა უსაფრთხოების ეს ეროვნული უსაფრთხოება რომელიც ასევე მივაწოდეთ სხვათა შორის იქ უშიშროების სამსახურს მაგრამ რა ვიცი ახლა ხმამღავადებლის ბატონმა ჰენრიმას მიაწოდა კი ასე გავაგრძელებ კი ბატონმა თენგიზმა შექმნა ძალიან კარგი კოლექტივი სადაც ყველა მიცოდა ის რა უნდა გააკეთებინა და რა თავარია გამოცდილებას იღებდნენ ახალგაზრდები პრაქტიკულად ძალიან ბევრ რამეს სწავლობდნენ და ის ცოდნა რაც შეიქმნა ის სახელმძღვანელოები ესე იგი სპეცკურსები ისინი ეს იფანტება რა შენობა თვითონ გადასცეს ტოლვილებს რომლებას დედა უტირეს მოსპეს ის შენობა არადა სპეცშენობა ესე იგი რომელიც განსაკუთრებულად ამისთვისაც საჭირო ხო და ეს შენობა დღესაც არის უპატრონოდ მიტოვებული კი არა განეავებული რა შეიძლება ითქვას იმ ტოლვილებმა ბევრი ბინები მიიღეს და იმას მაინც აგდელებენ ზოგ აქირებულია ზოგს ასეთი რამე არ ვიცი რა ქვია ამას ახლა გასაგებია ვის გადასცადა როგორც ამაზე დღევანდელ ხელისუფლება არ აქვს ამაზე პასუხს მაგრამ უნდა მოიძებნოს ასრაბო დრო და ვითარება უნდა ისეთია დღეს რომ არანაკლები საფრთხე გემუქრება დღეს ახლა ისეთ იმაში გავდივარ საფათო ხიძზე რომ ეთქვიან დღეს სილასა და ქარემდაშორისაა თქო ახეთ წახვალ დაეღუები იგი რაღაცა უნდა გავიაროთ რა გავძროთ ისე რომ ხოდა ასეთი ადამიანების გამოცდილება ასეთი ადამიანების იგივე თქვა ახლა თავისი ფულით რატომ უნდა შედეს ადამიანი რაღაც 50 წელს რომ რა არა გვაქვს საშუალება ყველა ასე ვარ რა ქვია უშუალოდ 20 30 50 წელს რა ქვია და ეს ციგნი უნდა ედოს ყველა უშიშროების მუშაკს და ის კი არა სახელმწიფოს რა ქვია ყველა წარმოების და ამას უნდა აფინანსებდეს თვითონ უშიშროების სამსახური კაცო მილიონებს რო ინაწილებენ და წილებში ზიან ხო რა გახდა აი ასეთი ციგნი ეს არის სახელმწიფო ხო მე რაც გადავხედე ამაზე კარგი ახლა რა უნდა გააკეთოს თანამედროვე ემან კვლევარმა ხო რომელიც უშიშროების საკითხებზე მუშაობს ხო ეს არის ამის გამო არაფერი არა აი პირველი ისა არა და აქამდე ხონდა ყოფილიყო რაღაც ხო რატო უნდა უხდებოდეს ადამიანს თავის ჩანაზე ფიქრის ხვალ რა ოჯახს რამე უტანო და თან ესეთი რაღაცების ძიმე ვითარებაში წერა ხო დღე და რა უნდა დაუთმოდა როგორ ძალიან რთული ვითარება ახლა კი არა უწუნებდა რაღაცა რთულია სახელმწიფოს აშენება ეგრეანდული არ არის მაგრამ ვისაც აქ ამის სურვილი შესაძლებლობა და უნარები მიეცი რა გაუყოლება ესეთი სხვა არის წელებში შეჯდომა და ანტიკორუფციული იმის შექმნა და რაღაც კომისიები და ის ხო ამ შეიძლება ამის ყველაფერს გაკეთება მაგრამ არ ვიცი რადგანაც არიან ძალები რომლებიც გარედან აიძულებენ როგორი ჩანს ვიღაცებს რომ ეს არ გაკეთდეს და შიგნითაც არ აქვს დიდი ხალისი მანდამაც არ ვათხოვ რა ქვია ეს არ არის რა ქვია ჩვეულებრივი სამინისტრო შექმნა ეს არის განსაკუთრებული ორგანო განსაკუთრებული სახელმწიფოს ხერხემალი რა რომ ეთქვიან და ამიტომ აი ეს ციგნი ახლა რით არის მნიშვნელოვანი? ზაღანოვსკი პირველად არის წარმოჩენილი
ესე იგი პირველი 19 საუკუნის პირველ მეოთხედში არსებული ვითარება და უცხო სპეცსამსახურების დაინტერესება. ხო, ძალიან საინტერესო ისინია, მასალებია, ვის გაიცნობა მე ნახავს. ხო, წარმოიდგინეთ 18-20 წლები საქართველოს იყო ახალშექმნილი სახელმწიფო. ხო, ბიუჯეტიც კი არ ქონდა. ხო, წარმოიდგინეთ, შენ. რუსებმა ყველაფერი გაიტანეს აქედან, რომ იცოდე რომ ჯარდის გაყვანასთან ერთად და ერთ-ერთი რაც იარაღი ვერ გაიტანეს წაართვეს. რა ქვია, იყო შაბეს ქართველებმა და იარაღის აწყობები და ისინი მენაგლებად დაიტოვეს. მაგრამ არ იყო არც პროფესიული, რა ქვია, მუშაკები, არც გამოცდილი კადრი, არც ბიუჯეტი. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობა თავისი წილი რაც ჰქონდა, გადასცა სახელმწიფო ბიუჯეტად. აი რამხელა ვაკაცვენ ნაბიჯია, ხო? მაგრამ ეს იყო მოხიცეთე, ხო? და ასევე უსაფრთხოებას ახლა არ იყო ესე დონეზე, ხო, თავისთავად, მაგრამ იმდენად თავდადებული და იმდენად ესეთი კადრები იყო, რა ქვია, ცდილობდა სამშობლო უყვარდათ და ქართველები. ხო, და ბევრი ეწირებოდა კიდევ სამიმას, ხო და ამდენად პროფესიულ სამსახურებს 3-4 საუკუნე არსებობდნენ, უჭირდათ მათამზოლა, ბუნებრივია, ხო? მაგრამ მეტნაკლებად ასე თუ ისე დღევანდელზე უკეთესად არ ხვდეთ თავს, შენ წარმოიდგინე. აი დღევანდელზე უკეთესად. იმიტომ რომ მე დღეს არ მინახავს რაიმე განსაკუთრებული გამოვლენილი ამ კუთხით, რა ქვია, დაახლოები ან უცხოების აგენტირის დაჭერა ან რაღაც არ ვიცი. მე თქვა შეიძლება შუბად აკეთებენ, მაგრამ მე თქვა ჩვენ კატას თავები დაეჭირა. ხო და ბატონ თენგის აქ ძალიან საინტერესო მოთხრობილი რამდენიმე უცხოეთის ქვეყნის და მათ შორის ჩვენი მეზობლების, აი სომხეთისა და რა ქვია აზერბაიჯანის მათი მმართველი პარტიების ამაზე თვითონ ესაუბრეს, მე მოკლედ მინდა რა თქმა უნდა მეტი დრო დაუტოვო, რაც შეიძლება მას სალაპარაკოთ. ასევე იტალიის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისაც კი ინგლისის, თეთრი რუსეთის, ბოლშევიკური რუსეთის ესე იგი ძალიან საინტერესო ესა მასალებია, ამის მოძებნა რთული იყო, რა თქმა უნდა და ბატონ თენგის არ დაეზარა, გაისარჯა და მარტო ერთ რამეს ვიტყვი, რომ ახლა დღეს კი გვაქვს ურთიერთობა, თქვა იგივე სომხებთან და ემართა, მაგრამ ეს სპეცსამსახურები მუშაობენ ჩვენ საწინააღმდეგოდ აზერბაიჯანსაც. ხო მეგობრებად ეთულებიან და სომხეთისაც. მარტო სომხეთის იმას საერთოდ 30 მილიონი მე როგორც მითხოს გქონდა გამოყოფილი ანტიკარგული საქმიანობისთვის. ხო და მაშინაც ანალოგიური იყო. სომხეთმა იმ მომით, რა ქვია, რომელიც საქართველოსთან აწარმოა თავს რო დაესვა, ხო, მოულოდნელად. სვატაშორის იგივე ლორეს ოლქში კიდე ბატონ თენგი უფრო კარგად ეთქვის მე. როგორ დაათრეს ქართული ჯარის ნაწილები და სომეხმა იმათ მედუქნებმა და დააძინეს და შემოჭრაში როგორ ემაზნეს რა განაერქვა. ხო, ასეთი აგენტურა ბევრი 100 მილიონი მანეთის ზარალი მოგვაყენა მარტო სომხეთმა იმ მომით. და აზერბაიჯანული მოსავლის მთავრობა 7 მილიონი ქონდა დახარჯული საქართველოს საწინააღმდეგოდ. ერთ რამდენიმე იმაში. ახლა კი ვიძახით მეგობრები ვარ, მაგრამ მეგობარი სპეცსამსახური არ არსებობს. მე სულ მახსენდება ვაჟა დიდი ჭაბო ამირეჯიბის სიტყვები. ობოლიერი ვარ ქართველობა. ობოლიერი ვარ და გარშემო არავინ ნათესავი და კეთილმოსურნი არ აქვს ხალხო. ხო და კოციას ებიტო მაუნდა გამსახურდია, როცა ხავს ამოდენი მოღალატე ხავს, მაგრამ უნდა უშელო ქვეყანას. ხლა დანარჩენი აქ ძალიან კარგი საინტერესო ფაქტოლოგიური მასალა, ესე იგი ეს არის ზედგამოჭერილი, აი სტუდენტებისთვის და პროფესიული მუშაკებისთვის და მე აღარ გავაგზავნებ თუ რამეში ჩართვა იქნება საჭირო ჩავერთოვე ბატონ თენგის თხოვოთ რომ უფრო დეტალურად ესაუბროს ამ საკითხებზე და მეც სიტყვის ალავერს ბატონ თენგიზენდი ლადენდელაძესთან ვარ, აი როგორ დაიბადა ეს წიგნი და რა არის ძირითადი ამ წიგნის ლაიტმოტივი. თავდაპირველად მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველასთვის, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივლოცოთ ჩვენს მაყურებელს, მერც ვახნას რომ მომავალი ბარბარული დღე უკეთესი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ამინ. და არა მარტო ქვეყნისთვის, ნებავთ რეგიონისთვის, ნებავთ იმ ჩვენი მაშინდელი, ასე ვთქვათ, მზვერავი ქვეყნისთვის და დღევანდელი მზვერავი ქვეყნისთვის. მე მხოლოდ იმას დავწერე, რომ ეს ნაშრომი მე დავწერე იმ ვითარებიდან და იმ აზრიდან გამომდინარე, რომ რამდენად წაიკითხავენ ხე ჩვენები არ კითხულობენ ქართველები და როგორც უცხოელები რომ წაიკითხავენ არის, მაგრამ მე დარწმუნებული ისინი უფრო წაიკითხავენ. ეს საჭიროა იმისთვის რომ წაიკითხონ და დაფიქრდნენ და გაანალიზონ რას აკეთებდნენ მათი წინაპრები, მათი სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ, რას აკეთებენ დღეს თვითონ
და ღირს კი ამის კეთება, რასაც ისინი ცუდს აკეთებენ ჩვენს მიმართ, არა და აკეთებენ. რომ ეს ყველაფერი წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, დამალული, დაფარული არ იქნება, გამჟღავნდება და ახლა მაგრამ უარყოფით შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის მოიტანს უარყოფით შედეგს, რომ თავიანთი სახელები ხო ოქროს ასოებით შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ისე როგორც აქ მე რამდენიმე კაცის, რამდენიმე კი არა, რაც შემეძლო მაქსიმალურად ვაკრიბე, მათი საქმიანობა გამოამზეურე. სხვათა შორის თუ შევადარებთ დღევანდელ საქმიანობას დაზვერვის სამსახურებისას, გაცილებით ასე ვთქვათ, უხეშია, გაცილებით ტკივნეულია ქვეყნისთვის, ვიდრე მაშინ იყო. ალბათ ეს იმით იყო განპირობებული, რომ ახალი დაწყებული ჰქონდათ და განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებს სვლა აღმოსავლეთისკენ, თვითონაც ვერ იყვნენ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბებულები და რაც თავარია, მათ როგორც ასეთი დაზვერვის სამსახურები ყავდათ სამხედრო დარგებში, სამხედრო სფეროში. და ისინი აწარმოებდნენ დაზვერვას და სამხედროები კარგად მოგეხსენებათ მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაინც სამხედროები იყვნენ, იმათ არ ჰქონდათ ის განათლება, ის უნარები, მოკლედ კულტურაზე არ ვლაპარაკობ, რაც დღევანდელებს აქვთ, შედარება არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც დიდი ზიანი მოგვაყენეს ჩვენ თვითონმა მათგანმა აქ დაწყებული თურქეთიდან ერთადერთი ამ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი, თქვენს მიერ ჩამოთვლილი და უკაცრავად თქვენ იმდენი ლაპარაკები გონებას არ დამიტოვეთ სოციალური კონკრეტი კაცები იმდენი ზიანი მოგვაყენეს რომ გერმანიის გარდა და მინდა ხაზგასმით აღნიშნულ გერმანია იყო ერთადერთი სახელმწიფო რა თქმა უნდა მის ინტერესებში დაგვეხმარა ძალიან მაგრამ დაგვეხმარა ფაქტიურად მან მიგვაყევინა დამოუკიდებლობა დაგვეხმარა ამაში და რა თქმა უნდა ეს არ იყო დახმარება არ იყო მათაც საკმარისი ასე ვთქვათ მარგარეტი და ეს გაიტანეს გემებით არა მარტო მარგარეტი იქ და ასე შემდეგ ბევრი რომ გაიტანეს სხვადასხვა მაგას შეგრებულად არ შევეხე მე იქ თუ ძალიან მოკლედ დავწერე კი ძირითადად დირექტორის არ შევეხე მე ერთ მომენტს მაშინ ცოტა ხან შეგაჩერებთ პარიზში ფრანგულ ენაზე გასული საუკუნის აი 20-იან წლებში გამოვიდა ზურა ბავალიშვილის ციკლი საქართველოს ისტორიის აი მაგ პერიოდზე და მერე სხვათა შორის ეს ფრანგულად გამოცემული წიგნი იმდენად ღირებულად ჩათვალა ქართული სახელმწიფოსთვის რომ ლავრენტი ბერიას ბრძანებით ქართულად ითარგმნა და ქართულადაც არის უნიკალური გამოძიება 1900 არ ვიცი 28 აი ეს საკმაოდ სხვა საკითხებიც, მაგრამ ესეც არის და განხილულია ეს სწორედ გერმანიის თემაც. დიახ, მაპატიეთ რომ შეგაწყვეტი. პირიქით. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, თურქეთი ეს საერთოდ ამ მიმართულებით საოცრებებს აკეთებდა. მართლაც რომ მიუხედავად იმისა, თვითონაც უჭირდა და რუსეთი ძალიან დაეხმარა. საბჭოთა რუსეთი, ბოლშევიკური რუსეთი დაეხმარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან ხშირად სამწუხაროდ მისი სპეცსამსახური ქმნიდა ბანდიტურს დავარქვა მე ასე თვითონ შეიძლება სტრუქტურას ეწახნენ რაღაც სტრუქტურებს. ქმნიდა სტრუქტურებს, რომლებსაც აგზავნიდა ჩვენ ტერიტორიაზე ძირითადში აჭარის მხარეში ახალციხე ახალ ქალაქში აქეთ ეწეოდნენ დივერსიულ საქმიანობას და არა მარტო დივერსიულ საქმიანობას ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ კლავდნენ აწამებდნენ გადაბირებაზე აღარ ვლაპარაკობ და უამრავი ხალხი გადაიბირეს გასაგებია რომ საკაც კლავენ იქ ხა თავი შეიგავო ვებსაც შეუძლია ეს და სიტუაცია პირისპირ დადგა შემდეგ გვიშველა ჩვენ დროებით ინგლისელების შემოსვლამ შეაკავა რა თქმა უნდა თურქები, მაგრამ მაინც მის მხარეზე იყვნენ ისევე როგორც
სომხებთან მიმართებაში ფაქტიურად ომი სომხებს პროვოცირება ომისა ინგლისელებმა დააწყებინეს და რომ შეატყვეს რომ ქართული ჯარი გადავიდა შეტევაზე ერევანსაც აიღებდა გააჩერებინეს და ვინ იღებდა მაშინ ორი კაპიტანი ერთი ფრანგი იყო ერთი ინგლისელი იყო პოდობარი და გრინი იქ იყვნენ გენერლებიც რა თქმა უნდა მაგრამ აი ძირითადად ეს ორი კაცი ეს ორი კაპიტანი დარბოდნენ აქეთ-იქეთ და ჩვენებს გააჩერებინეს ომი და 1 იანვრისთვის უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. უბრალოდ 31 დეკემბერს დაამთავრეს ყველაფერი. სვანდოშოვის თურქებს მუსავატელებს ეხმარებოდნენ, ხო ბატონო? კი ბატონო, მუსავატელები ეხმარებოდნენ, რომელია და თორობდა 7 მილიონი რომ თქვეს, ზუსტად მაგათმა აზერბაიჯანელ მუსავატელებმა გადაურიცხეს აჭარაში გადარიცხეს 7 მილიონი ძირგამოთხრელი საქმიანობისთვის, საქართველოს დასაზიანებლად. ეხლა მთავარი რა იყო ამათ ასე ვთქვათ საქმიანობაში, რადგანაც ჩვენ უფრო გვაინტერესებს სომხები და აზერბაიჯანი. თავარი გახდათ ის, რომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ საქართველოს შესუსტებას, მის ხარჯზე, საქართველოს ხარჯზე ტერიტორიების გაფართოებას და რაც ჩემთვისაც ახალი იყო, ახლა ისტორიის დოქტორი გიახლავართ, მაგრამ ძირითადად იმ საქმით ვიყავი დაკავებული და მხოლოდ წლების წინ გავიგე, ახლა ხან გავიგე, რომ ეს ორი სახელმწიფო თავდაუზოგავად იბრძოდა შავ ზღვაზე გასასვლელად. ბათუმის გვერდით უნდა გაიყვანათ რკინიგზა და ბათუმის გვერდით თავისი პორტი ქონოდათ. ამისთვის აკეთებდნენ ყველაფერს. ეს ბევრისთვის ესაც არ მოკვდარა ეკოცნება. არა, არც მოკვდება. არც მოკვდება, ამას ძალიან თხილი მიდგომა უნდა და სწორად აღნიშნეთ აქ, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, კი ბატონო, მეგობრები ვართ, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, სტრატეგიულზე სხვადასხვა მეეჭვება. იყო პერიოდი, როცა ერთ-ერთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, ჩვენ როგორ 3 წლის გამოსული ვიყავით უდაგებია და რუსეთის ასე ვთქვათ შეერაღებული ძალების ხელმძღვანელობით რომ იყო შექმნილი და ის იყო ჩვენი სტრატეგიული მეგობარი. როგორ შეიძლება სახელმწიფო იყოს შენი სტრატეგიული მეგობარი თუ ის სხვა ბლოკის მოწინააღმდეგე ბლოკის სტრული ბლოკის არიან ჩვენ ვიძახით ასე წევრი გახლავთ. ნუ ეს ცოტა გადაუხვიეთ. ისე სომხები დენიკინელებსაც ეხმარებოდნენ ბატონ თენგიზ მაგრამ კი ბატონო თავის წარმომადგენლობა ყავდა დენიკინთან რომელიც ებრძოდა დამოუკიდებლად აქედან მიდიოდა შეერაღება უგზავნიდნენ სომხები ერთ-ერთი გამოსვლის დროს ოპოზიციაში შეწყდა ქართულ ხელისუფლებას დაახლოებით იგივე იყო ხელისუფალიც და ოპოზიციაც მე არ გამიჭირდება ამის თქმა და არ მომერიდება როგორც დღეს არიან დაახლოებით ხელისუფალი ეძახდა დემოკრატია, განვითარება, ისინი კიდე თქვენ რა დემოკრატები ხართ, თქვენ ამას აკეთებთ, იმას აკეთებთ და ერთ-ერთი ოპოზიციონერი წარმოდგა გავაგებინეთ ერთიო. ეს ინგლისელები ჩვენი მეგობრები როგორ არიან, როცა მათი ხელის შეწყობით ბათუმიდან 7 ვაგონი დაპირთული შეერაღება წავიდა დენიკინთან. ახლა კარგად მოგეხსენებათ, ინგლისელები აკონტროლებდნენ არა მარტო ბათუმის პორტს, იქ კირგიზის გარკვეულ მონაკვეთს თან მოსავატურ თავრობას ინგლისი აკონტროლებდა. ეხმარებოდნენ მუსავატელებსაც ყველას ეხმარებოდნენ. მე არ ვიტყვი რომ ჩვენს გარდა, იმიტომ იყო იქ მომენტები და რაღაცებს ჩვენს გეხმარებოდნენ. წიგნშიც მიწერია კიდევ აღნიშნული მაქვს, რომ იყო მომენტები, როცა ჩვენს მხარეზეც იხრებოდნენ და რატო იხრებოდნენ ჩვენ მხარეზე? იმიტომ რომ ეშინოდა თუ საქართველოს დაეცემოდა, მაშინ დგებოდა მაგათი აქედან გასვლის რიგი და ძალიან სწრაფად დგებოდა. ამიტომ იყო შემთხვევები იქ ხა ჩვენ რო ვიძახით სოჩში რა მოხდა როგორ მოხდა ეს მე არ სიღრმეებში არ წავალ მართლაც ისტორიკოსების საქმეა და არა სპეცსამსახურების კვლევრის საქმე იქ რაც მოხდა საბოლოო ჯამში რაც საზღვარი დადგინდა ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ინგლისელებს იქ გაგვაჩერეს სადაც გაგვაჩერეს და გაგვაჩერეს იმიტომ რომ დენიკინი იმუქრებოდა
თუ თქვენ აქამდე არ დაიხევთ ამ სამრუნდე, მე საერთოდ ავიღებ თბილისამდე მივარო და შეძლებდა კიდევაც. ერთი არ შემოგვაროს, კი ბატონო, ჩვენ ბევრს ლაპარაკობთ, ასეთი ჯარი გვყავდა, ისეთი ჯარი, ისეთ გერმანელების დახმარებით. ყავდა იმათმა შემიქმნეს და ეგებოდა ეგ. და ესეთი გერმანელი თავს მოგონებაში აქაც წერია და არც დავწერდი რა თქმა უნდა, იმას ამბობს, რომ ვერ გავიგებს ქართველები რა ხალხი არიან. ჩვენო იქიდან დაგვამახსოვრდა ერთი რამ. ჭერს უყურებდით. ანუ ყანწებს ვხდები ჭერს უყურებდით. დანარჩი კი ეხმარებოდით, ყველაფერმა სამაგიეროდ ისინი გვაყურებენ ჭერს და ხა იმან ხატოვნად თქვა ეს ყველაფერი ასეებია. ქართველი ისე ქართველია რომ მაგით არ დამთავრდეს. გიორგი მაზნიაშვილის ფაქტორზე ხო არ გაგვთვალთ? კი, მაზნიაშვილის კლინიკაზეც მიწერია, სხვათა შორის ახლა აქ შევსწავლოთ აფხაზეთთან დაკავშირებით მაზნიაშვილის კარგად უწერია, თუ რა მოიმოქმედა ჩვენმა სარდლობამ, ასე ვთქვათ, აფხაზეთში და ფაქტიურად გადავყიდეს აფხაზები, მხოლოდ იმიტომ რომ ესენი როგორ იქნება, პროლეტარები, დემოკრატია, თქვენ ვიხართ, თავადები ხართ, თავადაზნაურები ხართ, იმათ ევწვით და წადით მოციდით და უთხრეს კიდევაც ასოციაცია ყავს, ერთ-ერთი აფხაზი მივიდა და უთხრა. ასოციაცია შეერაღებული და თქვენ სამსახურში წადით რომ თავადიო და მოიცილა და შენვაშიზე. ხო, შენვაში. მოიცილა და მე იმან რაც გააკეთა, გასაგებია და ჩვენ ასეთ მომენტებს და ვინ მოიცილა? მაზნიაშვილმა? არა, მაზნიაშვილი აღწერს ამას ყველაფერს. იდეოლოგიური მოხაზრების გამო რომ ის თავადია და რომელმა მოიცილა? რომელმაც ხელისუფლების წარმოადგენა სისხლისწყლები დააყენა ცხინვალის რეგიონში. აბა, ახლა მე მოსპირდაპირ არ ვიყავი. ყველა ძალიან ისეთი იყო გვარდიის მეთაური. მივედი ვალიგო ჯუღელი მოგეთ მათქვევიდეს მაინც. ძალიან დიდი ასე ვთქვათ ცუდი სამსახური გაუწია საქართველოს, მოდი ასე ვთქვათ. კი, აღმართებული დღესაც წყაროებში ბევრი აქებს ადიდებს. ახლა ის იყო, მოდი ასე ვთქვათ, რუსები იტყვია სალდაფონი. მაპატიოს უბრალოდ ასე ვლაპარაკობ გარდაცვლილზე და მithumetes იმ ადამიანზე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ სახელმწიფოს მშენებლობაში, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ნიუანსები მეც იმიტომ აღნიშნეთ, და არა მარტო ეს სხვა ნიუანსებიც, რომ სამკითხველმა გაიაზროს შეუსაბამოს დღევანდელობას და იფიქროს რა ჯობია იგივე გავაკეთოთ ჩვენ, მე მარტო ეს მომენტი არა მოხდულობაში. თუ ცოტა სხვანაირად მივუძლებთ და სხვადასხვა ფაშინიანი ახსენეთ თქვენ მოძრაობაში და ფაშინიანის ამას წინდელი გამოსვლას უყურებ Facebook-ზე რაც გავცემ და რაც მოთქვა რომ ჩვენო სველად როგორ ცხოვრობთ, აღარ უნდა ვიცხოვროთ. ნუ პოლიტიკა ხონდა მხედველობაში მას. ჩვენ სიახლეები გვჭირდება. ახლა ის რას ფიქრობს, ერთ ლაპარაკობს ერთ და რას ფიქრობს მეორეა, მაგრამ გულუბრყელო მედგომები ახასიათებდა. ძალიან არა პროფესიული და არა თანამედროვე. თუ იმ დროს გადავალთ, რასაც მასში წონთები ვიკეთებდნენ ჩვენ და ახლა ამის აღამტირდება ბატონ ვაჟოს. იმდენი აქვს, მაგრამ დაწერილი ნამდვილ. არა, თქვა. სახელმწიფოები მოკლედ აქ მოხალისეებს აგროვებდნენ სომხეთიდან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროდან ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამდებობები ჩამოსული იყო თან მიწერილობით ჩვენი მთავრობისადმი და ჩვენი კაციაო და ხელი არ შეუშალდათო, იმიტომ რომ მე დააკავეს ეს კაცი დააპატიმრეს. საწყობები ჰქონდათ აქ უამრავი შეერაღება სადაც ინახავდნენ. კი ბატონო, ერთ საწყობს არამიანცი შენობა საერთოდ მაგათ ხელში იყო და იქ ერთი საწყობი იყო, რომელსაც 60 სომეხი მოხალისე იცავდა. ჩვენმა განაიარაღეს ისინი და ყველას თავისი ადგილი მიუჩინეს. ერთი კიდე რაღაც ტერორისტული ორგანიზაციაო ჩვენები არაფერი არ იცოდნენ, გაიგეს გაზეთიდან. მაგათ გამომავალი სომხური გაზეთიდან, რომ თბილისში თურმე არის სომხური ტერორისტული ორგანიზაცია. შეუძლიეს ამის შემდეგ. და რა თქმა უნდა, ხა ბატონო ახსენა რომ სპეცსამსახურები ახალი შექმნილი იყო უხუშურად ის ერთადერთი სპეცსამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იყო. გარდა იმისა, რომ ახალი შექმნილი იყო, კადრებიც უჭირდა, მაგრამ საქმეს აკეთებდნენ ძალიან ოჩახად
გულიანად უდგებოდი რაც შეიძლება. თანაც რა იცით აი მე რისი განკვირვებია და არ მომწონს ნამდვილად რომ არაფერი არ ისმის რას აკეთებს დღეს ქართული სპეცსამსახური. ეხლა გამოვა ხელმძღვანელი და რაღაცას იტყვის იგივე როგორც აკადემია იქნება ხო? არ იქნება. წარმოუდგენელია. ეს არის მარტო თქვენ თარგედება მობატიონ, მაგრამ ეს არის რაღაცისთვის გათვლილი, ალბათ ან წინასაარჩევნო თუ რაღაც აკადემიის შექმნას რამდენი ენერგია უნდა აკადემია არ შექმნილა ერთ წელში და ორ წელიწადში. ის საბჭოთა კავშირმა ჩაუყარა საფუძველი, კურსები იყო, უმაღლესი კურსები, წლების განმავლობაში აშენებდა და ვერ ააშენა ბოლომდე კიდე 5 მილიონი რუბლი იყო ყოველწლიურად გამოყოფილი დოკუმენტები ნანახი მეგოცავი იქნება. 5 მილიონი რუბლი სპეციალური შენობა, მასეთ შენობა საბჭოთა კავშირში შეიძლება თავმოყრილ სოფლიოს მასშტაბით არ იყო, ნუ თუ დააგვირდებით შენობა ისეთი იყო, რომ მე იმას ჭირდებოდა ტექნიკური აღჭურვა და ვერავინ დღეს ჩვენი საუბარი არ ფანჯრებიდან შეიძლება მოხსნა. აღლაპარაკობ შინიდან ვიყენონ რამე. და იქ რაც არ უნდა ახლოს ყოფილიყო, თუმცა შენობები მაშინ არ იყო. მერე და მერე ააშენეს იქ და ეხლა საერთოდ გადაჭედილია ყველაფერი. ეხლა იქი არა სადაც გაუბედურებული ტოლები ცხოვრობენ, აგერ ბატონო სადაც თვითონ არიან დღეს სახელმწიფო სოფლის სამსახური 12 მეტრიანი გზა მეტი არ იქნება ისა 12 მეტრის აქეთ შენობა არის ამდენ 12 საათულიანი თუ რაღაც. სუსი შენობა ვაჟაფშაველაზე და გარშემო არის კორპუსები, სადაც არავის სპეცსამსახურებს მინები არ ნაღია და უუსმენენ ყველაფერს ნავარაუდო. მე ვფიქრობ, სავარაუდო. ის ბატონო იქეთ რომ იყო ძველი კორპუსები გასაგებია. ეს უნდა იყოს გალაგარა სპეციალური შენობაში. უფრო მეცად გეტყვით. არ მიწყენენ ალბათ გამას ლაპარაკობ აი კეთილი გულით და იმით რომ გტკივა ჩვენი ქვეყანა და საქართველოს გვინდა ქვეყანა იყოს. ხობესთან და შენობა რომ არის მაგათი იმ ხობიდან ერთხელ შენობიდან არის სადაც 4 მეტრის თუ 5 მეტრის დაშორებული. ბუნკერები დგას. ნაგვის ბუნკერები. ბიჭო იქ ვინმე რამე რო ჩააგდოს. არა, თავი აიფეთქოს კი არა, ჩააგდოს და მე ააფეთქოს. მაგალითად დისტანცია. ანდა ჭიშკარია იქვე. ეს მაღალსართულიანი ერთი დაждდება სნაიპერიც არ უნდა იმას გაიღება ჭიშკარი და ყველას გააჩერება. არ მინდა ახლა ნუ გადავიდე. ეთყობა ფიქრობ. და შევახშენოთ რა ხანდახან თაში დიდი უნდა ვატაგოთ თვაში რაღაცებს. უფრო მეცად არა ტრობით არამედ გულში უფრო მეცად გეტყვით. მე იქვე ახლოში ვცხოვრობ და რამდენჯერ ყოფილა გამივლია და ოპერატიული თანამშრომელი აბა ვის ელაპარაკება ახლა იქ ფარულად და როცა დაგინახავს შენ ძველ თანამშრომელს და შეტრიალდება და ვითომ შენ არ დაინახო. ბიჭო დალოცვილო, სხვადასხვა ერთი იყო ჩემი თაობისა და ჩემ შემდეგ მეცმოვი და იმას უთხარი კიდევაც. არ გეწინოს მეთქი მაგრამ ბიჭო ცოტა შორი ქუჩა არჩიეთ სადმე მოშორებით და იქ შეხვდებით. აქ რო ხდებით. როგორ შეიძლება დაეცავება. ახლა ეწინება მეებს აი სწორედ ეგ არის გამოუცდელობა, იცი? ეგ არის გამოუცდელობა, ეგ არის არაპროფესიონალიზმი, რომ არის ისეთი სფეროები ჩვენი სახელმწიფო ცხოვრებისა, რომელსაც მაღალ პროფესიონალიზმი ჭირდება, რომ ეს ქვეყანა იყოს ძლიერი და არ წაიქცეს ქართული სახელმწიფო და რა ვიცი თუ ეს ამათ მიზნად ეს აქვს რომ ქართული სახელმწიფო წააქციონ, მაშინ სხვა. ეს მე-6 და ესე აბა რა საუკუნეებია ექნება. ეხლა ჩვენ ტაში დავუყარეთ ქართველი დანიშნეთ. ის ქართველია, როგორც მე ჩინელია. ან იაპონელი. აი, მე-6 აი რა მეტრეველი. ალბათონი მეტრეველი. ჩვენ სამწუხაროდ ვახასიათებს აი ვინ დანიშნეს? მე-6 იმად მეტრეველის გვარის მატარებელი ქალია, რაღაცა რომელიც აჯეძინა კაცმარი. რომელიც მეტრეველი გახდა მამობილის გვარიდან გავიდა იმარვის. რა შეიძლება მაგშენოვანი და საბჭოთა პერიოდშიც ვიმუშაობ რამდენიმე წელი. იქ შევჩენკოს ქუჩა იყო, ორსართულიანი სახლები თუ სამსართულიანი სახლები იყო ახლოში მაგრამ საქმე იმაშია რომ იქ ვინც იყო, ყველანი ცხოვრობდნენ ან თანამშრომლები, ან ყოფილი თანამშრომლები, ან ოდიში და გადაბირებულები დღეს აგენტი არ შეიძლება თუ მოვიხმო რომ კონფიდენტი, ან მაგირა არის კონფიდენტი. კონფიდენტი მოსვეს ერთ გადაცემაში ვახსენე კიდევაც. ჩემთან ახლოს იქ უბრალოდ მაგათთან ახლოს, უფრო ახლოს ვიდრე ჩემგან. ერთ დღეს გავიარე და უყურებ აწერია ახალგაზრდობის სააგენტო. გუნებაში ვიფიქრე, ხო, ჩემი ტვინი მომართულია იქეთკენ, მაინც რა.
აქ თუ შეიძლება სააგენტო იყოს და აგენტები იყვნენ, ესე იგი აგენტები არიან, ხო? რატო შეიძლება უშუალობაში იყოს აგენტები? ბატონო, რა მოხდა, იცით, ჩემი აზრით, წლების განმავლობაში ნელ-ნელა შეიტან მე სხვათაშორის ერთს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ აგენტთან დაკავშირებით. ჩვენო მაგი რასაც ამბობ, მაგი იმას უთხარეთ ერთსო. ეხლა უკვე პენსიონერია რა თქმა უნდა, მაგრამ იშვიათად მაინც გამოჩნდება და რაღაცებს ოდეში და აპატიად გამოთქვის რა ბრახუნებს. რო უთხარით, ის იყო მაშინ პარლამენტში და რა გითხრა, ვიცი? ეხლა თქვენ ბევრს თავი დაანებეთ, რომ შეგატრიალებთ და აღურს ამოხარავთ აქედან. რას მელაპარაკებთ? უნდა იყოს კონფიდენტიო. აი, იდიოტიზმი. და ბევრი რამე ახლა ყველაფერს არის ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი არ შეიძლება ხუგენებს თუ ყავს შენ რატომ არ შეიძლება ყავდეს არა ის საბჭოურია რა შვაშია საბჭოურია ახლა რა შეიძლება თვითონ უსაფრთხოება თუ უშიშროება აბატონო მიმართავ მათ უკვე რადგან საშუალება მეძლევა შევიდნენ გუგლში დაგუგლეთ ბატონებო და ნახეთ რა განსხვავება უშიშროებასა და უსაფრთხოებას შორის თქვენ ჰენრი კუბრაშვილი ახსენეთ ბატონო წყინვალე მეცნიერი წყინვალე ადამიანი და ძალიან ჩახედული ამ უშიშროების საკითხებში და ის წერს და იმასთან ერთად მანამდე დისერტაცია დაიწყო ვალერი ჩხეიძემ გენერალ-ლეიტენანტმა რომელმაც დაასაბუთა რომ უნდა ერქვას უშიშროება და არა უსაფრთხოება კაცმა სადოქტორო ნაშრომში დაასაბუთა ეს ჰენრი კუბრაშვილი მეცნიერი კაცი სხვათა შორის ბატონი ჰენრიც მყავდა გადაცემაში როცა ამ ციგნის პრეზენტაცია წარდგენა იყო განმარტება გააკეთა ახლა ჩვენ კოლეგები ვართ ძალიან მაღალი დონის პროფესორია ბატონი ჰენრი კუბრაშვილი არა მარტო ცნობილი გინესის რეკორდსმენი არამედ და განმარტება გააკეთა რომ ამას უნდა ერქვას უშიშროება და არა უსაფრთხოება აი აბსოლუტურად ნუ ტექსტოლოგიურადაც გრამატიკულადაც ენობრივადაც განუმარტა აი რო თქვენ დაუღეჭა ვინ ეწინააღმდეგება იცი ვინ განათლების სამინისტროს ხარისხის მართვის სამსახური რომელსაც ჩამოყალიბებდა რომ რას რა უნდა ერქვა თურმე აი კურიოზია და ჩვენ არ გვაძლევენ ამის გამოხატვა კიდევ მეორე არ ჭირდება ბატონი ჰენრი არ ჭირდება ცხონებული გენერალ-მაიორი გენერალ-ლეიტენანტი უკაცრავად ვალერი ჩხეიძე გუგლში შევიდა და ნახო იქ განმარტებულია უშიშროებას და უსაფრთხოებას მე ერთმა როცა დამიწყეს შევაწერე და მე ვთქვი კამათში შემოდიხარ მეთქი არა ბატონთან როგორია და მაგრამ ასე უსაფრთხოება უნდა იყოს მე ვთქვი ერთი ეს ვთქვი მე ცოტა ხნით პენსიაზე რომ გავედი მე მომიწია დაცვის პოლიციაში სახანძრო უსაფრთხოება კი ბატონო ჩემო ყოფილმა თანამშრომლმა მიმიწვია რა მე ტექნიკური უსაფრთხოება სახანძრო იქ ეწერა იქ რომ შემოდი პირველ ის გამიკვირდა საავიაციო უშიშროების განყოფილება იყო საავიაციო უშიშროების ხო და კი შემეკითხე შენ გითხურო თუ ამას უშიშროება ქვია მაგრამ კი მეთქარ მაგრამ გამიკვირდა იმიტომ რომ ამოიღეს ყველადან სიტყვა სადაც კი შეიძლება გააკვდეს უშიშროება და თქვენთან რატომ პარლამენტში რა გვაქვს რა გქონდა და რა გვაქვს არ ვიცი ხო დღეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების გამო უსაფრთხოების ასე ქვია ახლა უშიშროების უშიშროების ადრე ხო და ახლა არ ვიცი საბჭო რომ იყო ბატონო უშიშროების საბჭო იყო ადადანდა ბატონო დიდო ბატონი გერე სხვა ქვეყნებში უცხოეთის ქვეყნებში ქვია უშიშროების საბჭო იგივე ამერიკის შეერთებული შტატები თუ იქ ეს სამსახურები ამ კუთხით ანუ მე მინდა გითხრათ რომ იმ ხარისხის კონტროლის იმაში ტექსტის სემანტიკაც არიციან და აბა იმათ რა ხარისხი უნდა შეამოწმონ. როდესაც ასეთი დონის პროფესიონალი როგორიც არის ბატონი თენგიზენდელაძე ცნობილი გენერალი იგივე ბატონი ჰენრი კუბრაშვილის მამულიშვილი ცნობილი პროფესორი კი პოლკოვნიკი ამავე დროს და გინესის რეკორდსმენი გეუბნება რომელმაც სქელტანიანი ამხელა რაღაცა 800 გვერდიანი შრომა დადო უნიკალურ მასალებზე დაყრდნობით ისევე როგორც ეს ციგნიც ახლა დამავიწყდა მე თქვა რომ უნიკალური ისტორიული და ისეთი უსაფრთხოების მასალებია მართლა უშიშროების მასალებია მოძიებული უნიკალური ციგნია ეს მართლა არა მარტო საქართველოს უშიშროების
სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს, არამედ ყველა პარლამენტარს და ყველა დიპლომატს გამოცდილება მიიღონ იმ ისტორიული წიაღსვლებით. აქ მარტო ისტორია არ არის, ახლა მე რაც გავდავხედე, აქ არის მოძიებული მასალა, მისი ანალიზი და შეფასებები ზუსტი, სწორედ უშიშროების კუთხით და იმ გასული საუკუნის 20-იანი წლები, დღევანდელი საუკუნის 21 საუკუნის 20-იანი წლებს გავს ძალიან ძლიერად და ამიტომ აი მე უბრალოდ სარჩევს შინაარსს წავიკითხავ. ოსმალეთის, თურქეთის და მისი დაზვერვის სამსახური საქართველოს წინააღმდეგ. გერმანიის დაზვერვა და საქართველოს, დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარები და მზვერავები საქართველოში, იტალიის სადაზვერვო ინტერესი საქართველოს მიმართ, საფრანგეთის სადაზვერვო ინტერესი საქართველოს მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო მისია ამიერკავკასიაში, საქართველოს თეთრი რუსეთის სადაზვერვო ობიექტი, საბჭოთა რუსეთის და მისი სპეცსამსახურის საგანგებო კომისიის მიერ საქართველოს გასაბჭოებისათვის წარმოებული საქმიანობა. საბჭოთა რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის სამხედრო დაზვერვის საქმიანობა საქართველოს გასაბჭოების სადაზვერვო უზრუნველყოფისათვის. სომხეთის დაშნაკური მთავრობა საქართველოს წინააღმდეგ. აზერბაიჯანული მუსავატელების მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობა და თავისი დასკვნები და თავისი შეფასებები ყველა ამ თავს. აი, ასეთი მნიშვნელოვანი კვლევა და მართლა არ შეიძლება ასეთი გენერალი, ამ დონის პროფესიონალი, ესეთი ძვირფასი ადამიანი, სადღაც ესე იგი გვერდზე მიწიო და რაღაცა დილეტანტები სამთვეში რომ რაღაცას მოამზადებ და მოიყვან და ჩააბარებ, ამხელა ქვეყნის უშიშროება სირცხვილია რა. იმიტომ რომ ეს ქვეყანა მართლა უცხო ქვეყნის აგენტების პოლიგონად არის ქცეული და ამას უყურებთ. ჩვენ და ერთადერთი ღმერთი მფარველობს ამ საქართველოს, თორე არ ვიცი რა. ბოდიშ გიხდით? ბოდიში ჩაჭრისათვის. ბოდიშ გიხდით და მადლობას გიხდით შეფასებისთვის, ცოტა ასე მგონია მოპატიეთ და გადაჭერებულია. მე ვიცი, ჩემზე ძლიერები არიან და ჩემზე ახალგაზრდები არიან, ერთმა გაუმარჯოს ყველას კაცო. მაგრამ ისინიც უყურადღებოთ არიან, ისინიც კი არა უყურადღებოთ არიან. ბიჭო 56 წლის კაცია, ხო? მე ხო მეც ხო ვიყავი 56 და ვიცოდი რა შემეძლო რა. ბიჭო 55, 56, 58 გინდა 60 წელია. ბიჭო გამოიყენე ეს ხალხი, გამოიყენე. ახლა ყველაფერს გიგონებით ავსტრიიდან ამ ტელევიზიიდან ვერ ვიტყვით თავს ვიკავებ გასაგები მისაწების გამო, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ მიწოთაში ვთქვათ, მაგრამ ყველას გასაგონად მაპატიოს ყველამ ასე რომ საუბრობ, არ შეიძლება თვითონ ხომ იციან, თქვენ ხომ იცით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ყოფილო კოლეგებო, იტყვიან ხოლმე რომ ყოფილი არ არსებობსო. აგერ ვარსებობ მე. ყოფილი იმას ნიშნავს, ყოფილი არ არსებობს არც ერთ სახელმწიფოში, საქართველოში არსებობს და აგერ ვარ სახეზე მე 2004 წლიდან რაც სააგაშობა ჩაგვეცხა სხვებთან ერთად, იქ ასობით თანამშრომელი იყო, მე უშუალოდ თანამშრომელი გულისხმობ, რაც ჩაგვეცხა იმის შემდეგ ყოველ შემთხვევაში ჩემსკენ არავის არ მოუხედია და შედეგიც ბევრი ილაპარაკე და არ მინდა. მე ამას არ ვამბობ რაღაც ნიშნის მოგებით, ბოღმით და მერთმა გაგიმარჯვოთ, მერთმა შეგაძლებინოთ ქვეყნის უშიშროების დაცვა, მაგრამ ასე შორს ვერ წახვან, ბატონებო, ვერ გამორიცხულია. არ გეწყინოთ თქვა გიგებინოთ. ჩვენ ავწოდეთ ვერ გავფრინდებით შედეგი. კეთილი გულით არის და ჩვენი სახელმწიფოს სადგივარი გვალაპარაკებს და არა რაღაცა ვიღაცის ბოღმა და ვიღაცის თანამდებობა. ეს საინტერესო ისა კიდე დეტალი. როგორ ააფეთქეს სომეხმა ტერორისტებმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი თბილისში. შას ლაპარაკობ. აი წარმოიდგინე რა ყველა შალს კვიდებდნენ რა ქვია, მაინდამაინც თბილისში. მოკლეს რა. რომ ქართველებს დაბრალებოდა. რა თქმა უნდა, ხო და გადაკიდებული ყო სახელმწიფო ერთმანეთთან. მეორე კიდე ლავრენტი ბერია მოსავატე დაზვერვაში როგორ მუშაობდა 3 თვე. არა, თვითონ აღიარებს. აღიარებს რომ აზერბაიჯანული ისტორიკოსები დიდი ნაწილი არ აღიარებენ. ეს მუშავატელების და მის დაზვერვას არავითარი კავშირი არ ქონია ინგლისელებთან. კაცი ამბობს ბერია რომ მე მუშაობდი და კავშირი ქონდა ინგლისთან.
და ესენი იძახიან რომ არ ქონია მერეა მაგარი კაცი იყო და მაგარი პროფესიონალი. იქიდან დაიწყო და მე გადმოერთო რა ქვია. ეს ძალიან საინტერესო დეტალებია. იმიტომ აფასებდა ისეთი საინტერესო რომ ისე უნდა დაიკითხოს ბოლო ინტერესის გამო და პროფესიულად გაგზდის რა მე გამზარდა ახლა ამ ტიპის სერიოზულად ინფორმაციულ თვალსაზრისით ანალიტიკურ თვალსაზრისით და თქვენ ვიღაც გევალება თქვენ დაბოცილობო ეს უნდა გედოთ თავწინ 50 წელი რატო უნდა დაივეჭოს ხო ეს ახლა ეძულებულია ოჯახს უნდა მოაკლოს საჭმელი და სასმელი შვილიშვილებს და ამ ტიპზე დახარჯო ჩვენი გადაცემის დრო სამწუხაროდ ნელ-ნელა მიიწურა ჩვენ გენერალ თენგიზ ენდელაძის ეს ციგნი წარუდგინეთ ფართო საზოგადოებას საქართველოს უცხო სახელმწიფოების და მათი დაზვერვების ობიექტი მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში ჩემი ძვირფასი სტუმრები იყვნენ პროფესორი ვაჟა შუბიტიცე და გენერალი ასევე ისტორიის დოქტორი ბატონი თენგიზ ენდელაძე მე ვაჟა ოთარაშვილი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო